მოგესალმებით. ისრაელში აშკარად ზამთარი არ გვეღირსა და არ გვეშველა. დღეს მივიწყებული ტუჩსაცხი, გავაცოცხლე კლინიკის. კაია. კაია ძალიან. ცოტა სიცოცხლის ელფერი მისცა ჩემს სახეს. აი ეს ფოჩები რომ მომშორდება, მაშინ ძალიან ბედნიერი ვიქნები. მომშორდება რა რომ გამეზრდება, ძალიან გავხალისდები. თმა ცოტა ნენელა მეზრდება. მე მგონი საქართველოში რომ შევიჭერი, ძალიან ამეტანი მომივიდა. შუა კვირა და არაფერი არ გადამიღია. არ ვიცი რას ველოდები, რას ვაკეთებდი. გუშინ საჭმელები ვაკეთე მთელი დღე. და იგი იყო ძირითადად. მაგრამ ეხლა გავდივარ გარეთ. უნდა შევხვდე დედაჩემს, კიდევ უნდა გავუარო დედას. სანტალ ასტრალი ესე ქვია. საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ამის შეძენა. შევიძინე საქართველოში, უბრალოდ საქართველოში რო ვიყავი, მაშინ ძალიან მომეწონა არომატეკაში. არომატიკა თუ არომატეკა, რო ქვია იმაგ მაღაზიაში. ვქროვდი მთელი საქართველოში ყოფნის განმავლობაში მეყიდა, არ მეყიდა, მომწონს, არ მომწონს. და ბოლოს ისრაელში რო ჩამოვედი, მივხვდი რომ მე ამ სუნამოს გარეშე სიცოცხლე უბრალოდ არ შემეძლო და ჩემ დაქალს უთხარი რო ეყიდა ჩემთვის და მე გამოტანა დედაჩემს. ისრაელშიც იყიდება, საქართველოშიც იყიდება და ჩემთვის აქვს იდეალური სურნელი. ძალიან ბედნიერი ვარ. მე მგონი წინა ვლოგშიც აღვნიშნე, საერთოდ არ მიყვარს ბევრი ნივთების ქონა და ეს ვრცელდება ასევე სუნამოებზე. მაქვს რამდენიმე სუნამო და სანამ ერთ-ერთს არ გამოვცლი ხოლმე, შანსი არ არის ახალი ვიყიდო. და ეხლა ერთი სუნი მაქვს, ერთ-ერთი სუნამო როდის გამოიცლება, აი ცოტაღა დამრჩა ძალიან და მე აუცილებლად ახალს შევიძენ, ჩავანაცვლებ, ანუ ჩანაცვლების მეთოდი მაქვს, ხვდებით? შუაკვირაა და საერთოდ არაფერი არ გადამიღია და საერთოდ არც ვიცი რას ვაპირებ და რატო არაფერს არ ვიღებ, იმიტომ რომ ვლოგი შაბათ უნდა დაიდოს. ხო და რაღაცა გეგმები მაქვს, თავარია განვახორციელო ეს გეგმები და გაჩვენოთ, ანუ ვფიქრობ, რომ გადავიღო ახალ წელზე ვლოგი ისრაელში, მოგეხსენებათ ისრაელში ახალ წელს არ აღნიშნავენ ოფიციალურად, ასე ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა იმის გამო, რომ ისრაელში ძალიან ბევრი ემიგრანტია სხვადასხვა ქვეყნიდან და თითქმის ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ ახალ წელს, ისე როგორც ვთქვათ, აღნიშნავთ ჩვენ საქართველოში, ნენელა შემოდის ტრადიცია ახალ წლის აღნიშვნის, სხვათა შორის ისრაელში ახალ წელს ეძახიან ნოვი გოდ და სილვესტერს. ანუ უფრო სილვესტერს ესე მოიხსენიებენ ახალ წელს. და აი როცა გეკითხებიან, ნუ მათოსა სილვესტერ, ანუ რა შვები ახალ წელს, ანუ სილვესტერი არის ახალი წელი, ამას ჩავუღმავდები, გავიგებ რატო ეძახიან სილვესტერს. მე მგონი ადრე ვიკითხე კიდეც და მითხრეს კიდეც, მაგრამ დამავიწყდა, იმიტომ რომ მე მაქვს თევზის მეხსიერება 3 წუთში ყველაფერი მავიწყდება. 3 წუთი თუ რამდენი იძლებთ, ჩემი ალბათ უფრო ნაკლები. ზე უარესი ვარ მოკლედ. სხვა შორის ესეც ცელიაკის ერთ-ერთი ნიშანია. საათი დამავიწყდა, ეხლა საათს დავხედე და მივხვდი რომ საათის გაკეთება დამავიწყდა, მოიცა მოვიტანო. გავედი, ხალხო, გავედი, გავბუნძულდი. თორე დედაჩემი მელოდება. ჩემი საათი იმზეზე იტვირთება და იმდენი ხანი არ მკეთებია ეს საათი, რომ ძალიან უკან არის. გასეინება სჭირდება ჩემს ლამას საათს და დღეს აუცილებლად გავასეინებ მზეზე თან როგორც აღნიშნე, ძალიან ცხელა ისრაელში. ძალიან ცხელა ისრაელში. მოგემკლავიანი მაისურებით დავდიოდით იმ დღეს, მაგრამ საღამოობით საკმაოდ გრილა. აი, მორჩა, მეყოფა ლაქლაქი, წავედი, მოვინახულოთ დედაჩემი და მე იქნებ სადმე ერთად გავბოდიალდეთ. მე და დედა მართლაც გადავწყვიტეთ გასეინება დღეს გარეთ და ძალიან შემთხვევით გადავაწყდით აი ამ უსაყვარლეს სახალწლო მაღაზიას. მაღაზია მდებარეობს ქალაქ რიშონში, რიშონის სავაჭრო ცენტრში, მეორე სართულზე. ალბათ გაინტერესებთ, რატომ არ აღნიშნავენ ახალ წელს ისრაელში, ისე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში. საქმე იმაშია, რომ ისრაელში ახალი წელი არ არის ეროვნული ან რელიგიური დღესასწაული. მთავარი კალენდარი ებრაულია და ახალი წელი ამ კალენდრის მიხედვით არის როშაშანა, რომელიც ხან სექტემბერში, ხან ოქტომბერში აღინიშნება. ვლოგი როშაშანას შესახებ გადაღებული მაქვს და შეგიძლიათ იხილოთ ჩემს YouTube არხზე.
ახალ წელს სილვესტერს ეძახიან თქვა აღვნიშნე. ეს სახელწოდება ევროპიდან მოდის და უკავშირდება წმინდა სილვესტერს, რომლის ხსენების დღე სწორედ 31 დეკემბერსაა. ისრაელში ეს ტერმინი დამკვიდრდა როგორც ნეიტრალური სახელი იმ დღის აღსანიშნავად, რომელიც ქრისტიანულ და დასავლურ კულტურასთან არის დაკავშირებული. ამიტომ 31 დეკემბერი და 1 იანვარი აქ ჩვეულებრივი სამუშაო დღეები, არ არის ოფიციალური დასვენება, არ არის გრანდიოზული ზეიმი და არც ტრადიცია, რომ მთელი ქვეყანა ერთად შეხვდეს ახალ წელს. ამიტომ, როცა აქ ამბობენ სილვესტერი, უფრო გულისხმობენ საღამოს, შეხვედრას მეგობრებთან, რესტორანში გასვლას, ან უბრალოდ წყნარ საღამოს და არა ქვეყნის მასშტაბით დღესასწაულს. ზოგი აღნიშნავს, ზოგი არა, ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. და ალბათ სწორედ ამიტომ ახალი წელი ისრაელში არ არის ხმაურიანი და ძალიან ჩუმია. ნოვი გოდსაც ეძახიან თქვა აღვნიშნე, რა თქმა უნდა ეს სახელი მოდის რუსულიდან და პირდაპირ რო გადავთარგმნოთ ახალ წელს ნიშნავს, ისრაელში ეს სახელწოდება ძალიან გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ ხალხში. ნამდვილად აღარ მახსოვს ჩემი პირველი ახალი წელი ისრაელში სად შევხვდი, ვისთან შევხვდი და როგორ შევხვდი, არც სამწუხაროდ საქართველოში მახსოვს ახალი წელი, ჩემი ბოლო ახალი წელი, 11 წელიწადია ახალ წელს საქართველოში არ შევხვედრილ ვარ და გეგმაში მაქვს რომ მომავალ წელს აუცილებლად საქართველოში შევხვდები. თუმცა მახსოვს რომ ბოლო რამდენიმე წელი მე და ჩემი მეგობრები ერთად ხვდებოდით ხოლმე ახალ წელს. ეხლა ეს ტრადიცია ცოტა შეიცვალა, იმიტომ რომ ყველას ოჯახი გვაქვს და ყველას საკუთარ ოჯახთან ერთად გვინდა ახალი წლის შეხვედრა. წელს ნამდვილად არანაირი გეგმა არ მაქვს, იქნებ სადმე რამე გამოჩნდეს, არ ვიცი, თან არის შუაკვირაში, ეხლა დიდად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უმუშევარი ვარ, მაგრამ ნუ მამა ჩემი, დედა ჩემი მეუღლე ყველა მუშაობს, რა თქმა უნდა, მეორე დღეს ყველა სამსახურშია წასასვლელი. სავარაუდოდ სახლში მე და ჩემი მეუღლე შევხვდებით შუშხუნა ღვინოთი, შამპანიურით და მხოლოდ ამით შემოვიფარგლებით ამ წელს. მაგრამ თელ-ავივში და არა მარტო თელ-ავივში, ბევრ ქალაქში, ბარებში, რესტორნებში, კლუბებში არის ახალწლ ღონისძიებები. ისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია რომ ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში აღნიშნოს ახალი წელი. რაც შეეხება ამ უსაყვარლეს და უზარმაზარ სახალხო მაღაზიას, ძალიან მომეწონა ყველაფერი, მოვიხიბლე ფრიად, მაგრამ დედაჩემის აზრით საქართველოში გაცილებით უფრო ლამაზი ნივთებიან და სილამაზეს რო თავი დავანებოთ, ფასები არის ძალიან არაადეკვატური. ეს ნახე რა ჯაკვარელია, ესეც ძალიან მომწონა. 250 შეკელი როგორ ვერს. ასიგიზე აღმერთო ჩემო. ლამაზია. ფასები არის საოცარი. 340 შეკელი. ანჯელა. მაჩვენე. ძალიან საყვარელია. 25 შეკელი. ნუ ამის ფას კიდე რა უშავს, მაგრამ აი 350 შეკელი და 780 შეკელი ცოტა ძვირია. 280 შეკელი. არდა ძალიან ლამაზი რაღაცეები. გავიგე ლოლოები მოდაში ყოფილა ამ წელს ნაძვის ხეზე 119 შეკელი ღირს. დღეს მივდივარ ანასთან სტუმრად, გოგოები ვიკრიბებით, მე მგონი არასრული შემადგენლობით, მაგრამ მაინც გარეთ ცხელა, მაგრამ ეს მოცია ცოტა მოკლემკლავიანი, ცოტა არა, ეს მოცია მოკლემკლავიანი, რომ ძალიან არ დამცხეს. და მზად ვარ, გიჟვით გავემზადე, იმიტომ რომ მაგვიანდება ყვავილები ცოტა ვუყიდო ანას. ჩვენ გოგოებმა უნდა ვუყიდოთ ყვავილები ანას, დაბადების დღე ქონდა, ერთი თვის წინ და იმის მენი არ გვინახავს. და რამზეა. იმედია ავტობუსი არ გამასწრებს.
ძალიან ძნელი ყოფილა ცელიაკიის დროს სტუმრობა, იმიტომ რომ ესე მგონია რომ ხალხს ვაწუხებ და ზედმეტ სამუშაოს ვუჩენ. გუშინ ანამ ჯერ ხო ChatGPT-ის ლიმიტი ამოწურა. მე ყოველ წუთში მირეკავდა ეს გეჭმევა, ეს გეჭმევა, ეს გეჭმევა, ეს გეჭმევა. ეს ხო გეჭმევა, ეს ხო გეჭმევა. მე რეცხა და რეცხა ჭურჭელი. და გამოუცხია პური ჯაბეტა და იმის გამო რომ მე არ ვჭამდი დღეს გოგოებსაც არ აჭმევდა ბოლოს დიდი ჩხუბით ვაიძულეთ რომ მოეტანა პური მაგიდასთან სუფრაზე ოი რა ლამაზად გავუკეთებიათ აქ ნახეთ ძალიან კაი დრო გავატარეთ ამასობაში არასრული შემადგენლობით ვიყავით ცოტა ხანი მაგრამ სულ არარაობას ნამდვილად ჯობდა. ვაუ, მამაშია ძალიან ლამაზია. დილიდან თელავებში ვარ გადარბენაზე. ვივარჯიშე, თმას შევიღებე. დღეს მივდივართ ხაიფაში, მივდივართ სტუმრად მოსანახულებლად ჩემი მეუღლის მშობლებთან. თქვენს წინაშეა დეკემბერი, მეგობრებო, აი ესეთი დეკემბერი გვაქვს ხოლმე ისრაელში ზოგადად, მაგრამ საღამობით გრილა და ცივა, უბრალოდ ცივა. ეს სვიტრი, როცა შემცვიდება, ჩავიცვამ ჯემპრი უბრალოდ და ჩანთაში მიდევს შარფი. ფეხსაც ესენი ჩავიცვი, ეს გადავწყვიტე ბოლოს. მე მგონი საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. იმედია არ შემცივა. თარი ამინდია, ღმერთო ჩემო. ძალიან კაი. მივდივართ მატარებლით როგორც ყოველთვის. ძალიან მიყვარს რატო არ მცივა, იმიტომ რომ მოკლე მკლავიანით ვარ გამოსული, მაგრამ ეთყობა დილიდანვე გაკაჟებული ვარ და მაგიტო. ძალიან კაი ამინდია ღმერთო. ხაიფაში ძალიან სილამაზე იქნება. ელოდებით მატარებელს, არა პრინციპში აქედან მოდის. ზება მიშა მომიპო. ბეიბ, ზება მიშა მომიპო. ხო, აქედან მოდის. მოსაძეს არ უნდა მოხვიდე. ამ მატარებელზე ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. მithumetes მიუხედავად იმისა, რომ ხარი ხუთშაბათი, გაგანია სამუშაო დღე. სადღაც 2 საათია. კაცშვილი არ მუშაობს, ესე იგი. ერთადად ჯარის გოგო ბიჭები არიან. ისევ ამ სილამაზეში მოვედი. მომნატრებია დიდი ხანია, სხვათა შორის ხაიფაში არ ყოფილვართ. ძალიან ლამაზია. რა ლამაზი ნატურებია, ესეც ახალია. იქითაც არის 1-2 5 საათია და უკვე ესე ბნელა. ჩამოღამდა. ხაიფაში ერთ-ერთი ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი ნაძვისხე დგას. თუ კარგად აკვირდებით, უბრალოდ როცა ვიდეო მიუახლოვდება ნაძვისხეს, ნამდვილად შენიშნავთ ორ უცხო სიმბოლოს: მენორა და არაბული სანათი.
3 განსხვავებული რელიგიის, 3 განსხვავებული იდენტობის სიმბოლო ერთ სივრცეში. ადვისხე ქრისტიანულ ტრადიციას წარმოადგენს, შობის, სინათლის და ახალი დასაწყისის სიმბოლოა. მენორა ებრაული ტრადიციის ნაწილია, ხანუკას და სინათლის დაბრუნების სიმბოლო და სანათი. იგივე ფანუსი, რომელიც არაბულ და მუსლიმურ კულტურასთან არის დაკავშირებული, ის სინათლის და სითბოს სიმბოლოა. ეს 3 სიმბოლო ხაიფაში ერთმანეთის გვერდით დგას, იმისთვის რომ თანაარსებობა აღიაროს და გამოგეხსენებათ ხაიფაში ძალიან ბევრი ებრაელი, ქრისტიანი, არაბი და მუსლიმი არაბი ცხოვრობს ერთად. ნაძვისხე მდებარეობს ხაიფის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანში, გერმანულ კოლონიაში, ბენ-გურიონის გამზირზე. გერმანული კოლონია მე-19 საუკუნეში დაარსდა. წლების განმავლობაში ეს უბანი გახდა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ადგილი, არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მნიშვნელობითაც. დაბრუნდით სახლში, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ჩვენი მოგზაურობიდან ძალიან გვინდოდა, რომ დაგვეთვალიერებინა საახალწლო მარკეტი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი. ძალიან დიდი ხანი ვეძებდით, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი იყო, როგორც მეგონი ვიდეოშიც ჩანს კარგად. ამიტომ მოგვიწია მხოლოდ მანქანიდან დათვალიერება სამწუხაროდ. გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს და თქვენი კეთილი სურვილების ასრულებას. როდესაც ჩემი შემდეგი ვლოგი იქნება უკვე ახალი წლის შემდეგ. საერთოდ ისიც არ ვიცი, დავდოთ თუ არა ახალი ვლოგი ახალი წლის პერიოდში, იმიტომ რომ ვისეცლება ჩემთვის. ამიტომ ნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. შევხვდებით შემდეგ ვლოგში.